ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი ევროსკოპისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების წევრების განცხადებებს ეხმაურება იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირი უვიზო რეჟიმით ქართულ ხალხს აშანტაჟებს და ამბობს, რომ უვიზო რეჟიმზე პასუხისმგებელი არა ევროკავშირი, არამედ ქართული ოცნება. ევროპარლამენტარის შეფასებით, თუ ივანიშვილის პარტია გააგრძელებს ავტორიტარიზმისკენ სვლას და დაარღვევს ადამიანის უფლებებს და ძირითად ევროპულ ღირებულებებს, ევროკავშირს სხვა გზა აღარ ექნება გარდა იმისა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. რასა იუკნევიჩიანის თქმით, საქართველოში ხედავს სრულ რეგრესს პროგრესის ნაცვლად და მძიმედ დარღვეულ შეთანხმებას, რომელიც ოცნებამ საკუთარ თავზე ევროინტეგრაციის სანაცვლოდ აიღო. მესმის ქართული ოცნების ტყუილები, როცა ევროკავშირს ადანაშაულებენ. ვიზა ლიბერალიზაცია სრულად საქართველოს მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმები და სტანდარტები ძალიან მკაფიოა. ეს არის დემოკრატია. მათ პატივი უნდა სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიიღო უვიზო მიმოსვლა. როცა საქართველოს მთავრობა მეტნაკლებად პატივს სცემდა ამ ფუნდამენტურ სტანდარტებს, მათთვის უვიზო მიმოსვლა გაიხსნა. მაგრამ თუ ამ ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანა აღარ ასრულებს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია გქონდეს ვიზა ლიბერალიზაცია. დავაკონკრეტო, ევროკავშირი არავის აშანტაჟებს. ეს ქართული ოცნება აშანტაჟებს ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომ ამაზე ევროკავშირია პასუხისმგებელი. ეს ასე არაა. ევროკავშირს ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივე კრიტერიუმი აქვს. სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა. თუ ევროკავშირს აიძულებთ, სხვა გზა აღარ დარჩება, რომ გავაჩეროთ უვიზო მიმოსვლა. ისინი გვაშანტაჟებენ, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზა აღარ რჩება. ევროსკოპის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ევროპის გზაზე დაბრუნებას ან სტაბილურობის აღდგენას საქართველოში და ამ კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას, იუკნევიჩიანი ამბობს, რომ ამის ერთადერთი გზა სამართლიანი არჩევნებია. იუკნევიჩიანი განმარტავს, რომ არჩევნები ადმინისტრირებული უნდა იყოს ნეიტრალური მხარის ან ინსტიტუციის მიერ და არა ისე, როგორც იყო წარსულში, როდესაც ქართული ოცნება იყენებდა არჩევნებს ბერკეტად ხელისუფლებაში დასარჩენად, არჩევნების გასაყალბებლად და იმისთვის, რომ ხალხისთვის მოეპარა არჩევნები. ჩვენ ამ მთავრობას არ ვაღიარებთ და ერთადერთი გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაშინ ხალხი იტყვის თავის სიტყვას და თუ ყველა მხარე აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი წინსვლისთვის. თუ ხალხი იტყვის, რომ სურს დარჩეს ქართული ოცნების და პრორუსული გზით, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. ჩვენზე არაა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. დღეს ვხედავთ, რომ ხალხზე მანიპულაცია განახორციელეს არჩევნებამდე. ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ არჩევნების შემდეგ ნიღბები მოიხსნეს და განაცხადეს, რომ ევროპულ ინტეგრაციას შეწყვეტდნენ. ეს სრულიად ახალი გარემოებაა იმ ხალხისთვის, ვინც განსხვავებულ მომავალს ელოდა საქართველოსთვის. ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა. თუ ეთანხმებიან იმას, რაც 28 ნოემბერს განაცხადეს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ვერავინ შეცვლის საზოგადოების განწყობას. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. იუკნევიჩიანი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის. ის ამბობს, რომ ოცნებას შეუძლია განცხადებები აკეთოს, მაგრამ მისი რეალური ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის მიმართულებას. იუკნევიჩიანი სვამს კითხვას, როგორ შეუძლიათ მიაღწიონ წევრობას თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გარეშე. მისი თქმით, ეს შეუძლებელია. წევრობა ორმხრივი პროცესია. ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს ერთიანი კრიტერიუმები და ღირებულებები. ევროპარლამენტარი ხაზგასმით ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ შეთანხმებულ კრიტერიუმებს არ შეასრულებს, მაშინ მათი განცხადებები მხოლოდ სიტყვებია და რეალურ ქმედებებთან საერთო არაფერი აქვს.